უსაფრთხოების მიმართ და კონკრეტულად რუსეთის მიმართ. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ავღანეთიდან დაბრუნდა. მინისტრის დავალებით ჰელმანდის პროვინციაში სამინისტროს მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ავღანეთში მყოფ ქართულ სამხედროებს მათ სამინისტროს ახალი ინიციატივები დააცნეს. როგორც ცნობილია, სამხედროების ხელფასი 25%-ით დაიზარდა. გარდა ამისა, სამინისტროს თანამშრომლებისთვის საბანკო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია მოხდება. ჯარისკაცებმა ინფორმაცია მიიღეს იმ ახალ გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტზეც, რომელზეც მუშაობაც ამ დროისთვის მიმდინარეობს. სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ჰელმანდის პროვინციაში შუკვანის ერთობის, ლაზიკისა და შირგაზის ბაზები დაათვალიერეს და მე-12 და 32 ბატალიონების საყოფაცხოვრებო პირობებს დაეცნენ. მათ ქართულ სამხედროებს პირობა მისცეს, რომ საქართველოში დაბრუნებულებს გაუმჯობესებული სოციალური პირობები და ინფრასტრუქტურა დახვდებათ. თავდაცვის მინისტრის დავალებით მოვლენებული გახდით ავღანეთში, რათა შევხვედროდი პირად შემადგენლობას, გავცნობოდი მათ სოციალურ მდგომარეობას, უფლებრივ მდგომარეობას და მინისტრის დავალებით მათ გადმოვეცი რამოდენიმე მესიჯი, ინფორმაცია, რომელიც მათთვის ასე ვთქვათ ძალიან ესეთი სასიხარულო ინფორმაცია იყო, კერძოდ ხელფასების მომატებაზე ვისაუბრეთ, სადაზღვევო პაკეტის ცვლილებებზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესე იგი უახლოეს მომავალში მოხდება მათი ასე ვთქვათ ვალების რესტრუქტურიზაცია. გარკვეული პირადი შემადგენლობის რა თქმა უნდა დიდი შვებაა, დიდი დახმარება. სხვა მხრივ საბრძოლო ამოცანას წარმატებით ასრულებენ ძალიან აყოფილები არიან ჩვენი ორივე ბატალიონით. ჩვენი მოკავშირეები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ISAF-ის მისიის ხელმძღვანელობა და ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩვენი ISAF-ის მისიაში მონაწილეობა. დიდი მადლობა და მოახსენო ყველას ჩამოგზავნილ სტუმრებს, ჩვენთვის ძალიან დიდი თანადგომა. როგორც გავიგეთ და გითხრეს არის ძალიან დიდი წისვლები ქვეყანაში, როგორც საბანკო კუთხით რაღაც სისტემთან დაკავშირებით არის წინსვლა, არის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.